მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, სულმისი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. პირველ რიგში შეგახსენებთ იმას, რომ რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში, როგორც ყოველთვის მაქვს ხოლმე თვის დასაწყისში, წლის დასაწყისშიც იქნება აქცია, დასრული დიაგნოსტიკა. საერთოდ ყველა სფერო იქნება ფასდაკლებით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მომზადებული იყოთ 2026 წელს და კიდევ უფრო მეტად გაანალიზებულად იმოქმედოთ თითოეული სფეროში, თითოეული ნაბიჯი გადადგათ უფრო მკვეთრად, სწორად და უფრო გაანალიზებულად. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით ესეთი გაშლა გავაკეთოთ, რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში სულ მალე, ხო? მოდით ნახავთ ჯერ პირველ რიგში მიხართ თქვენ და შემდეგ უკვე მიყვეთ რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რა იქნება, ხო? და მოდით რაღაცნაირად ესეთი ფორმატით გავაკეთოთ. თვეების მიხედვით, იანვარი, თებერვალი მივყვეთ თვეების მიხედვით, რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ, პირველ რიგში ჯერ ვინ ხართ თქვენ, ანუ ვისთვის არის ეს გაშლა. ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ოცნება, შეიძლება ითქვას. ადამიანი, რომელიც მზად არის რაღაც მომენტში, შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რაღაცასთან მიმართებაში შეიძლება იცოდეს ზუსტად, რომ თქვა რაღაცა არ გამო, მაგრამ არ ყრის ფარხმალს და მაინც ბოლომდე ცდილობს, რომ მივიდეს მიზნამდე, ხო? რაღაცა ესეთი მომენტები მოდის. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აი ხოლმე არ ვიცი, აბსოლუტურად ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის ცდილობთ, რომ იპოვოთ ის გამოსავალი, ის რაღაცა გზა, რომელიც თქვენი ოცნების, თქვენი სურვილის ასრულებისკენ წაგიყვანთ, ხო? შესაძლებელია ესე ვთქვათ, ეხლა ამ ეტაპზე ხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც აი გამოჩნდა კიდევაც რაღაცა მდგომარეობა, სიტუაცია, რომელმაც შესაძლებელია მიგიყვანოთ ზუსტად აი თქვენს ოცნებებამდე, რომელიც ესე ძალიან გინდათ, ხო? მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ადამიანი რესურსი, შეიძლება ითქვას. კი ბატონო, საკმაოდ ხალისიანი, საკმაოდ თბილი, ძალიან გიყვართ მეგობრულ გარემოში ყოფნა, მაქსიმალურად ვცდილობთ ყოველთვის, რომ იყოთ კარგ განწყობაზე. ყოველ შემთხვევაში ნახეთ, როგორი მომენტი არის საზოგადოებას არასოდეს არ აჩვენებთ თქვენს პრობლემას, საზოგადოებას არასოდეს არ დაანახებთ თქვენს ცრემლებს, ესე შეიძლება ითქვას, ხო? არ აქვს მნიშვნელობა როგორ სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, მაინც ყოველთვის ვცდილობთ, რომ არავინ არ დაინახოს ეს თქვენი რაღაცა რთული პერიოდები, ხო? ადამიანი ახლა ამ ეტაპზე შესაძლებელია იწყებდეს ახალ გზას, ახალ გამოწვევას ნამდვილად და როგორი მომენტია ესეთ, აი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იცით სად მიგიყვანთ ეს ყველაფერი და რა შედეგებს მიიღებს, თქვენ მაინც გადაწყვეტილება მიიღეთ იმის, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება, რაღაცა მიდგომები, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ურთიერთობებში, შესაძლებელია მატერიალური კუთხით, ყოველ შემთხვევაში ხართ იმ მდგომარეობაში ახლა, როდესაც ადამიანი გამოდის ცოტა ესე ვთქვათ ილუზიებიდან, შეიძლება რაღაც მომენტში ილუზიებიც გაქვთ იმ მხრივ, რომ აი როდესაც იცით, რომ რაღაცა არ გამოვა, როდესაც იცით, რომ ამ კონკრეტულ მდგომარეობის შედეგი არ იქნება, შეიძლება ესეთი თქვენთვის სახარბიელო და მაინც აკეთებთ რაღაცა ეს მომენტი, რატომღაც გაქვთ, ხო, აი თქვათ, თუნდაც ურთიერთობაში, რომ ხვდებით, რომ ეს ადამიანი ვერ შეძლებს, თქვათ, თქვენს ბოლომდე
ამ თქვენთვის ბოლომდე საყრდენი ვერ გახდება, მაგრამ მაინც არ ყრით ფარხმალს და ცდილობთ რომ იქნებ როგორღაც რაღაცა შეცვალოთ ამ ადამიანის ცხოვრებაში, ხო? თქვა შეიძლება ხვდებით რომ ეს ადამიანი არ არის თქვენი ადამიანი, მაგრამ იმასაც მიხვდეთ რომ ეს ადამიანი ამ ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს თქვენი ენერგიები და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ზიანი მიიღოთ ამ ურთიერთობისგან, მაინც გადატკავთ ნაბიჯს და მაინც დაეხმარებით. ხო, რაღაც ეს მომენტები არის. კიდევ ერთხელ ვიძახი იმას, რომ ეხლა ამ ეტაპზე გაქვთ ახალი გზები, ვიღაცამ შესაძლებელია რაღაც ახალი სამსახური დაიწყო, ვიღაცამ შეიძლება ახალი ურთიერთობა დაიწყო, ყოველ შემთხვევაში პერიოდი ან თუნდაც უბრალოდ არც ურთიერთობა დაიწყო და არც სამსახური, მაგრამ ადამიანმა უბრალოდ გადააფასა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ ახლებურად შეხედოს თითოეულ ასპექტს და ახლებურად წაიყვანოს თავისი ცხოვრების გზა, ხო? აი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ იცის შედეგი რა იქნება. ამ ეტაპზე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ადამიანი, მე ესე ხედავ აქ, რომ ადამიანი, რომელიცთვისაც არის ეს გაშლა, ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია. ადამიანი, რომელიც ყოველთვის არის საყრდენი კედელი სხვა ადამიანებისთვის, რომელიც არის ყოველთვის მხიარული, ყოველთვის მომღიმარი, ყოველთვის დამხმარე სხვა ადამიანების, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს რაღაცა პრობლემა, რაღაცა სირთულე, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ემოციურ მდგომარეობაში ჰქონდეს სირთულე, შეიძლება მატერიალურში, მაგრამ მისი პრობლემები, მისი რაღაცა მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ითქვას არ არის სახარბიელო, მაინც არ გამოიტანს სააშკარაოზე და მაინც ყოველთვის სხვის დახმარების სხვას დაეხმარება, ხო? სხვას დაუდგება გვერდში და მხარში, ხო? აი რაღაცა ესეთი ადამიანია. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება რომ დაეყრდნოს ნებისმიერ ურთიერთობაში. ეს არ აქვს მნიშვნელობა მაინდა-მაინც პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობაში, არამედ სამსახურშიც შეიძლება ესე ითქვას, რომ დაეყრდნოს შეიძლება უბრალოდ რაღაცა მეზობლობაში შეიძლება დაეყრდნოს, ხო, რაღაც კარგი მეზობელი, რომელიც ყოველთვის გაუმართავს ხელს. და საკმაოდ მხიარული არის, მიუხედავად იმისა, რომ ხა ცოტა ისეთი კარგად აქვს, მე ესე ვიტყოდი, რომ ინტუიციაც ძალიან კარგად აქვს განვითარებული ამ ადამიანს, ძალიან კარგად ხვდება ყოველთვის შედეგები, სად წავა ასე თუ ისე, თუმცა აი ეხლა ამ მომენტში ნახეთ როგორი მომენტი არის, თითქოს ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, სად წავა შედეგი. უბრალოდ მიყვება იმ არჩევანს, რომელიც თქვათ შეიძლება გააკეთა, ხო? იმ არჩევანს, რომ მოდი მე ცხოვრებას დავიწყებ ახალი გზით, ახალი შეხედულებებით, ხო? რაღაცა სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ძალიან საინტერესო ადამიანი არის, შეიძლება ესე ითქვას. კარგით, ნახოთ. თუ ამოიცანით საკუთარი თავი, მაშინ ნახოთ. რა იქნება, რა შემოვა იანვარში. სამ-სამი არკანით ნახოთ. თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში.
კვესტის ფონი, 8 პენტაკლები, საკმაოდ დატვირთული, წელი გელოდებათ, საკმაოდ რთული რთულს არ ვიტყვი, უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ასპექტში გექნებათ აქტიური პერიოდი. კარგით, ნახოთ იანვარში რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. როგორც ამოვიღე ზუსტად ისე დავდებ. იანვარში. მე ესე ვიტყოდი, რომ იანვარში შესაძლებელია თქვენთან შემოვიდეს ვისთანაც არ არის თქვათ პარტნიორი, შემოვიდეს პარტნიორი, რომელიც რაღაცა ემოციებს მოგცემთ, რომელიც თქვათ მოგცემთ რაღაც აქტიურ მუხტს, ხო, დახმარებას. ანუ ნახეთ, თუ თქვენ ახლა ამ მომენტში რაღაცა ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ არ იცით საით მიდიხართ, ხომ? იანვარში თქვენს გარემოცოში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეიძლება რაღაცა თქვენთვის აღმოჩნდეს, ნახეთ, მუზა, ხო, რომელიც რაღაცა მოგაწვით შეიძლება იდეებს, შეიძლება რაღაცა ახალ პერსპექტივებს შემოგთავაზებთ, ხო, ყოველ შემთხვევაში. იანვარი იქნება თქვენთვის დატვირთული, საკმაოდ აქტიური, ემოციური პერიოდი, სადაც კიდევ ერთხელ გადააფასებთ და გადაალაგებთ თქვენს მიმართულებას, ხო? რა კუთხით, ნახეთ, როდესაც ადამიანი, აი ნახეთ, შიშები, რომელიც ყველა ადამიანს აქვს რაღაცა პატარა შიში და აი ამ შიშების, აი ამ რაღაცა ესეთი მომენტების მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ცოტა გაფერხებდეთ, თითქოს როგორი მომენტია, აი თქვენს გვერდით იქნება ადამიანი, რომელიც აი ამ შიშს დაგაძლევინებ და ნახეთ რა მომენტი არის, როდესაც ადამიანი არ ამჟღავნებს და არ აქვეყნებს თავის მდგომარეობას, რა სიტუაციაში არის, რა პრობლემაში არის, ან რა ხდება მის ცხოვრებაში, შესაბამისად როგორ არის, ხო, სიტუაცია დახმარებასაც ვერავინ ვერ გაუწევს, ხო? ყოველ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში იანვარში, შესაძლებელია ეს უკვე არსებული ადამიანი იყოს, რომელთანაც გაიხსნებით და თქვენს მდგომარეობას ეტყვით, მოუყვებით და თქვენს სივრცეში შემოიყვანთ და ეს ადამიანი მოგცემთ მუხტს, რომ აი ის თქვენი ტკივილები იქნება თუ რაღაცა ანალიზის მდგომარეობა რომელიმე საკითხთან მიმართებაში დაგეხმაროთ, ხო, აი ნახეთ, საყრდენი მდგომარეობა, თუ თქვენ რაღაცა გინდათ, რომ წამოიწყოთ ახალი ბიზნესი და გეშინიათ სამსახურის დატოვება, იმიტომ რომ მატერიალურად მე შეიძლება რაღაცა სირთულეში აღმოჩნდეთ, ეს ადამიანი თქვენ დაგეხმარებათ მატერიალურად, ანუ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ გააკეთეთ ნაბიჯი, თქვენ გადადგათ ნაბიჯი და არ შეგეშინდეთ იმის, რომ თქვათ, ხვალ ვერ შეძლებთ რაღაცა, თქვათ, კომუნალურის გადახდას, ხო, მაგრამ ეს ადამიანი მოგეხმარებათ, მოგცემთ იმ ემოციას, იმ რესურსს, იმ ბიძგს, რომელიც იქნება თქვენი თვის აქტიურობის მდგომარეობა, ხო, რაღაცა შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ აი რაღაცა ყველაფერი გეზარება, რაღაცა თავიდან უნდა დავიწყო, ხო, ახლა იმიტომ რომ თქვენ განახლებას ვეძღებთ და ისეთ გზაზე მიდიხართ, რომელიც არ იცით იმ გზაზე რა და როგორ შეგხვდებათ, შესაბამისად შეიძლება გქონდეთ ცოტა ესეთი მომენტები, რომ აი ხო არ გავჩერდე, მაგრამ არა, თქვენ იანვარში გექნებათ საკმაოდ აქტიური მდგომარეობა. მეორე მხრივ ეს იქნება თქვენი ემოციური მდგომარეობა, სადაც აი აქტიურად ჩაერთვებით თქვენი სულიერი სიმშვიდის, სულიერი დაბალანსების მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში, ხო, რაღაცა იანვარი მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული არის ძალიან დიდი დღესასწაულები და ბევრი დღესასწაული და ფაქტურად თქმის ნახევარი იანვარი დასვენების მდგომარეობა, თქვენთვის დასვენება იქნება კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, თუნდაც ამ დასვენების პერიოდში კიდევ უფრო მეტად დაიწყებთ გაანალიზებას სხვადასხვა მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად ჩაიხედებით თქვენს შინაგან სურვილებში, ხო? ანუ როგორ დაალაგოთ და როგორ სად უნდა მიიყვანოთ წლის ბოლოს თავი, ხო? აი რაღაცა შეიძლება ეს მომენტიც ისახებოდეს. კარგით, ნახოთ, როგორი იქნება ფებრუარი თქვენთვის.
თებერვალში მე ესე ვიტყვი, რომ გექნებათ საკმაოდ ისეთი თებერვალიც აქტიური მდგომარეობა იქნება, უბრალოდ აქ არის ერთი მომენტი, როდესაც ცოტა უფრო თავშეკავებული გახდებით, თავშეკავებული გახდებით რასთან მიმართებაში ახლა ვგეტყვით. იცით რა, აქამდე თუ თქვენ ძალიან ისეთი ღია იყავით ადამიანებისთვის, უყვებოდით თქვენს მიზნებს, უყვებოდით თქვენს სურვილებს, ხომ? აი თებერვალში უკვე თქვენ დაიწყებთ კონტროლს. კონტროლს ვისთან რა თქვათ? თქვათ თუ არა თქვენი გეგმები, თქვათ თუ არა თქვენი რაღაცა მიზნები, ხო? აი აქ უკვე როგორი მომენტი იცით, რომ კარგად დააკვირდებით სიტუაციებს, კარგად დააკვირდებით რა არის სალაპარაკო და რა არ არის სალაპარაკო, ხო? როდესაც ახლა თქვენ ხართ ღია ადამიანი, გიყვართ კომუნიკაცია, ძალიან კომუნიკაბელური ხართ, რაღაცა ის აქ მეგობრები, აქტიურობა და შეიძლება რაღაცა საუბრის დროს ბევრჯერ გითქვიათ და წამოგცდენით შეიძლება უბრალოდ გითქვიათ თქვენი მიზნები, ხო? აი თებერვალში უკვე გექნებათ ის მომენტი, რომ ეცდებით, რომ არ იყოთ ძალიან გახსნილი, ხო? ანუ უფრო იქნებით ორიენტირებული ქმედებაზე და მერე შედეგზე, ხო? აი რაღაცა გექნებათ უფრო იცით როგორი მომენტი, რომ აი თითქოს დრო არ გექნებათ ესე საჯარო შეხვედრებისთვის, ხო? აი რაღაცა უფრო მეტი ენერგიები თებერვალში იქნება იმასთან მიმართებაში, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი ჩადოთ თქვენს მიზნებში, ხო? თქვათ ახლა თუ ანუ არ ვიცი ხო ვის რა მიზანი აქვს და ვის რა სურვილი აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვათ გინდათ რაღაცა კარიერული წინსვლა, ხო? აი თებერვალში მაქსიმალურს გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ ის კარიერული ზრდა, რომ თქვენ მიიღოთ ის თანამდებობა, რაც თქვენ გინდათ, ხო? პირად ურთიერთობაშიც რომ გადავიყვანოთ, აქაც თქვენ თებერვალში მაქსიმალურად ორიენტირებული იქნებით იმ კონკრეტულ სიტუაციებზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხო? რაც შეიძლება მეტ ენერგიას ჩადებთ ამ ყველაფერში, რაც შეიძლება მეტ აქტივობას ჩადებთ ამ თებერვლის თვეში, იმისთვის, რომ შემდეგ მიიღოთ ის უკან გაასმაგებული მდგომარეობით, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის. ნახოთ, რა იქნება მარტში. მარტში ვიღაცისთვის შეიძლება საკმაოდ საინტერესო პერიოდიც დადგეს. საინტერესო პერიოდი დადგეს რა. მარტში შესაძლებელია აქ ვიღაცებისთვის იყოს ის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება ოჯახის მდგომარეობაში, ხო? ვისაც ახლა რაღაცა მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით თქვათ პირადი ურთიერთობა და შვილის მდგომარეობა, ხო? რაღაც შვილი ყავდეს, რაღაცა კონდეს, შექმნას ოჯახი. მარტში შესაძლებელია, რომ აქ ხელისწყოვნაც იყოს, რაღაც დაოჯახების მდგომარეობა იყოს, ორსულობა და იცით როგორი მომენტი არის კიდევ ერთადერთი, რაც აქ არის მარტში, აი თითქოს გადახედავთ ყველაფერს და ჩახურავთ, ხვდებით? აი ნახეთ მარტის თვე თქვენთვის იქნება ახალი ეტაპი ცხოვრების, ახალი ეტაპი რაღაცა სიწყნარის, სიმშვიდის, ახალი ცხოვრების დაწყების და შესაბამისად აი ამ წარსულის სიტუაციებს, რაღაცა წარსულს ყველაფერს დაკეტავთ, იმიტომ რომ თქვენ იწყებთ უკვე ახალს. თქვენ იწყებთ უკვე სიმშვიდის პერიოდს, ესე ვთქვათ, ხო? რაღაცა თუნდაც ოჯახური მდგომარეობა ეს არის ძალიან დიდი სიახლე, იმიტომ რომ არ არის მარტივი თანაცხოვრება, ხო? მარტში, მაგრამ ვისთვისაც არ არის ეს პირად ურთიერთობის მდგომარეობაზე მორგებული, მე გეტყვით, რომ თუ უფრო მატერიალური კუთხით იქნება, თქვენ გექნებათ საშუალება ახალი პროექტები, ახალი წამოწყებები, შესაძლებელია ვიღაცამ შეგამჩნიოთ სამსახურში, სხვა სამსახურში გადასვლა იყოს, წარმატება იყოს, ფინანსური ზრდა იყოს, ხო? ანუ ვისთვისაც არ არის, თქვათ, პირადი ურთიერთობის მდგომარეობა
ესე მნიშვნელოვანი, მათთვის აი რაღაცა არის მატერიალური, აქაც მაგ კუთხითაც ეს არის ახალი გამოწვევა, ახალი წამოწყება, რაღაცა შეიძლება თქვენი საქმე დაიწყოთ. ყოველ შემთხვევაში წარსულში მოიტოვებთ იმას, რაც არ გსიამოვნებთ, იმას, რაც აღარ მუშაობს თქვენთვის და მარტში გექნებათ ახალი ეტაპი, რომელიც მოგიტანთ ძალიან კარგ შედეგებს თქვენთვის. ხო, რაღაც ჰარმონიულ სიმშვიდის მდგომარეობას. ის ახალი პროექტი თქვენთვის იქნება ნაყოფიერი პროექტი. ნახოთ აპრილში. აპრილში რაც შეეხება, შესაძლებელია აპრილში ცოტა ესეთი გქონდეთ ცოტა გაურკვევლობები, რაღაცა საკუთარ თავთან ბრძოლების მდგომარეობაც. აპრილი ცოტა ესეთი იცით როგორი მომენტი იქნება, აქ ემოციური და გონებრივი მდგომარეობა ერთმანეთს დაეჯახება, შეიძლება ითქვას, ხო? რაღაცა გულით გვინდა, რაღაცა გონებით გვინდა, შინაგანი ჭიდილის მდგომარეობა იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის მომენტი არის, როდესაც ადამიანი რაღაცნაირად პატარ-პატარა გამოწვევებს ყოველთვის იღებს ადამიანი, ხო? რაღაცა აღარ მოეწონოს, რომელიღაცა ნაბიჯი, მაგრამ ემოციურად ემოციებს აყვეს, მაგრამ ამ დროს გონება უთხრას, რომ არა, ეს სწორი ნაბიჯებია და სწორად მოქმედებს, ხო? აპრილი ცოტა ქაოტური იქნება, შეიძლება ესე ითქვას. ემოციასა და გონებას შორის იქნებით გაჭედილი, სადაც მოგიწევთ დაბალანსების მდგომარეობა, ხო? რაღაცა, იმიტომ რომ გონება მაინც უფრო ისეთი ცივად მოქმედებს, ხო? რაღაცა ემოციებს არ ცდილობს, რომ ყოველთვის ანუ გულით არ მოქმედებს, ხო? ეს არის რაღაცა ცოტა ესეთი მდგომარეობა, რომელიც უბრალოდ ნახეთ როგორი მომენტია, შეიძლება ცოტა საკუთარ თავთან მიმართება, აი საკუთარი თავის ჩაკეტვა მოგიწიოთ, ხვდებით, აი რაღაცა ეს რაც გინდათ რომ გულით გააკეთოთ, მოგიწიოთ ამ რაღაცა მომენტზე უარის თქმა და საკუთარ თავთან ჭიდილის მდგომარეობა გქონდეთ, რომ აი გულს დაეყრდნოთ და რაღაცა შინაგან ხმას თუ გონებას, ხო, აი რაღაც შინაგან ბოდიში თქვა ცნობიერს თუ იმას, რასაც თვალნათლივ ხედავთ. აი რაღაცა ეს პატარა ჭიდილი იქნება აპრილში. ნახოთ მაისში რა იქნება. მაისი იქნება მშვენიერი, მე ესე ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ აქ თაკიდებული მდგომარე. მაისი იქნება საკმაოდ კარგი, იმ მხრივ, რომ აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობები გაგეხსნებათ იმ კონკრეტულ სიტუაციებში, აი ნახეთ აპრილში თუ თქვენ რაღაცა სიტუაციაში შევხვალთ ჩიხში და მაისში, რა თქმა უნდა, გადაიტანთ ამ სიტუაციას, ხო? ნახეთ როგორი მომენტი არის, აი მაისში ის ჩიხი და ის რაღაცა გაურკვევლობა, მე ესე ვიტყოდი, რომ მოგცემთ თავდაყირად და დადგომილი სიტუაცია, მოგცემთ იმას, რომ სხვა პერსპექტივებიც გახსნათ. ხო, ანუ უფრო სხვა კუთხითაც შეხედოთ იმ რაღაცა კონკრეტულ მდგომარეობას და მარტივად მიიღოთ მერე გადაწყვეტილება. ხო, ხა დაკიდებული კაცის არკანი, ნახეთ როგორი მომენტი არის, მე სულ ვიძახი ხოლმე, რომ ანუ დაკიდებული კაცის არკანი ეს არ არის ცუდი და აი რაღაცა ჩიხია და რაღაცა პრობლემაა და რაღაცას გამოუვალი მდგომარეობა. არა, არ არის გამოუვალი მდგომარეობა. უბრალოდ რაღაცა სიტუაცია და რაღაცა ნაბიჯები, რომელსაც აკეთებით, ისე აღარ მუშაობს და რომ დაეკიდეთ, ზუსტადაც ის მომენტი არის, როდესაც თავდაყირად ადგებით და მეორე კუთხიდან შეხედავთ ამ ყველაფერს. ხო, მედალიონს ორი მხარე აქვს და შესაბამისად, აი თუ თქვენ ერთ კონკრეტულ მდგომარეობას უყურებთ, ხო, აი ეს თავდაყირა მდგომარეობა განახებთ მეორე მხარესაც, ესე ვთქვათ, ხო, ეხლა როდესაც დგახარი ეტაკზე, ზემოთ რო იყურები
ჭერში რაღაცა სხვანაირად ხედავ ხო ამას, მაგრამ როცა დაკიდებულ მდგომარეობაში ხარ, თითქოს აი ეს ჭერი ხდება იატაკი შენთვის და აქედან გამომდინარე შეიძლება უფრო მეტი შესაძლებლობებიც დაინახოთ მაისში და გაქვთ კიდევაც ახლა იმპერატრიცა და საკმაოდ ისეთი არკანია ხო, რაღაცა ადამიანის, რომელსაც შესაძლებლობები ძალიან დიდი აქვს, რომელსაც პასუხისმგებლობასთან ერთად გონიერებაც ძალიან კარგი აქვს ხომ და მეორე მხრივ ეს არის კიდე მაისი არის კიდე ესეთი პერიოდი, როდესაც აი შეიძლება ესე რომ ვთქვათ რაღაცა კიდევ მეტი გაცნობიერება მოინდომოთ, ვთქვათ ეზოთერიკის კუთხით, ხო, რაღაცა ან შეიძლება მიმართოთ კიდევაც ვთქვათ ეზოთერიკოს, არა იმისთვის, რომ რაღაცა ესეთი უბრალოდ შეიძლება გადასახედად სად გჭირდებათ დახმარება, ხო? ან რაღაცა ვთქვათ მოისმინოთ, ან მოусმინოთ რაღაცა მოძებნოთ ისეთი ინფორმაციები, რომელიც დაგჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში მაისი საკმაოდ კარგი თვე არის პერსპექტივების კუთხით. რაც შეეხება ივნისს. აი ივნისი არის უკვე ისეთი მომენტი, როდესაც იმას, რასაც ვერ ვხედავთ, იმას, რასაც ვერ ვამჩნევთ, დაიწყებს დაანახვას, უბრალოდ დავიწყებთ ამის დაანახვას, დავიწყებთ იმის შემჩნევას და ივნისი იქნება იმ შრომის შედეგი, რომელსაც ვთქვათ მაისში ჩადებთ. ხო, ანუ ეს არის პერიოდი და ნახეთ თებერვალში ჩადებული შრომის შედეგიც შეიძლება ივნისში უფრო მეტად გამოვიდეს, ხომ? ის მდგომარეობა, რომელიც თქვათ გაყინული მიგაჩნიათ, რომელიც თქვათ თვლით, რომ განსაკუთრებით თუ მატერიალური კუთხით უყურებთ, აი ის მომენტები, როდესაც გგონიათ, რომ რაღაცა არ გამოდის, აუცილებლად გამოვა, ხო? აქ უკვე იმ შრომას, რასაც ჩადებთ დანარჩენი 5 თვის განმავლობაში, ივნისში უკვე დაგიბრუნდებათ რეზულტატი, ხო? რესურსი. პირად ურთიერთობასთან მიმართებაში ზუსტად იგივე მომენტია, რასაც ჩადებთ რაღაცა იმ ემოციებს, მლღობა დაიწყება, ხო? თქვა თუ ადამიანი რაღაცა არ დგავს რაღაც ისეთ კონკრეტულ ნაბიჯს, ნუ აქ ივნისში უკვე დაიწყებს გადადგმას ნაბიჯისას, ესე რომ ვთქვათ. საკმაოდ ისეთი აქტიური ივნისიც გელოდებათ, ესე ვიტყოთ. ნახოთ, ივლისში. აი, ივლისში რაც შეეხება, აქ აშკარად ხდებით ცოტა ესეთი სიტუაციაში, რაღაცა არჩევანის წინაშე შეიძლება დავდგეთ, ხომ? ივლისი შეიძლება იყოს ზაფხულის პერიოდი და იყოს რაღაცა ესეთი მომენტი, როდესაც ვთქვათ სამუშაოსა და დასვენების შორისაც კი მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, ხო? აი რაღაც იყოს ესეთი აქტიური, აქ იქნება აქტიური პერიოდი და მოგიწევთ საკუთარი შესაძლებლობების და საკუთარი მიზნების დაცვა, ესე ვიტყოდი. აქ სწორი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ ივლისის თვეში, იმიტომ რომ და მოგიწევთ უფრო მეტი აქტივობა ჩადოთ თქვენი მიზნების მისაღწევად, ხო? შეიძლება ითქვას, რომ თქვათ დასვენება გინდოდეთ, მაგრამ გადადოთ თქვენი დასვენება, იმიტომ რომ გჭირდებათ უფრო მეტი რესურსი გამოიყენოთ თქვენი და გააკეთებთ არჩევანს, რომ თქვათ იმუშაოთ, გააკეთებთ არჩევანს, რომ თქვათ ურთიერთობაში თუ თქვათ თქვენი პარტნიორი ვერ ახერხებს თქვენთან ერთად ყოფნას და არ შეუძლია, ნუ თქვენ იყოთ მის გვერდით და არ წახვიდეთ მის გარეშე დასასვენებლად, ხო, თქვათ რაღაცა ესეთი მომენტი. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ აქტიური პერიოდია ივლისი და ეს იქნება, შეიძლება ერთი მხრივ კიდე იყოს რაღაცა გამოწვევაც თქვენთვის, რამდენად სწორი მიმართულებით აირჩევთ ისევ, ხო, აი რაღაცა ხო არის მომენტი, როდესაც ნუ რაღაც ჩავდეთ რესურსი, მივიღეთ შესაბამისად და მერე ცოტა გული აგვიცრუდება, ხო, რაღაცა მერე რაღაცა აღარ მოგწონს, ან უბრალოდ
რაღაც ჩერდებით, თქვათ, იმიტომ რომ დიდხანს მოუნდა ამ რესურსის დაბრუნებას ჩვენთვის და მერე რაღაცა სიზარმაცე გვიწევს და აქედან გამომდინარე ივლისი საკმაოდ ისეთი აქტიური პერიოდი იქნება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შემოტრიალდეს სიტუაციები, სადაც მოგიწევთ თქვენი სურვილების დაცვა, თქვენი რესურსის დაცვა. რაც შეეხება აგვისტოს. აგვისტო არის ძალიან დიდი ცდუნების მდგომარეობა. აი ზუსტად ივლისში თუ თქვენ ვერ აირჩევთ სწორ მიმართულებას და სწორ გადაწყვეტილებას, ივლისში იქნება აგვისტოში ბოდიშით იქნება ის მომენტი, რომ აი ეს ცდუნებები შეგიპყრობთ, ხო? მაგრამ მე ესე ვიტყოდი, საკმაოდ შეიძლება ითქვას აგვისტოში გექნებათ სირთულეები და რაღაცა ესეთი დაძაბული მომენტები, მაგრამ აგვისტოში აი ამ ცდუნებებისგან და ამ სირთულეებისგან სრულებით განთავისუფლების მდგომარეობა მოდის. სრულებით განახლების მდგომარეობა მოდის, ხო? აი თუ კი რაღაცა თვლით რომ არ გამოგდით რაღაც, ხო, ან ურთიერთობაში, ან ფინანსური მდგომარეობიდან, ან კარიერული წინსვლით, აი აგვისტოში მიხვდებით, რომ თუ კი რაიმე პატარ-პატარა ცდუნებები, პატარ-პატარა რაღაცა პრობლემები თქვენს გარშემო მაინც ტრიალებდა, აი ამ ყველაფრისგან სრული განთავისუფლება იწყება აგვისტოში. ნახოთ, აბა სექტემბერში რა იქნება. აი სექტემბერში უკვე თქვენს თავს თქვენ თვითონ მართავთ, თქვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებთ. სექტემბერში უფრო აქტიურები ხდებით და ხვდებით, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და მოგწონთ კიდევაც შეიძლება ითქვას რაღაც მოგეწონებათ კიდევაც ის შედეგები, სადაც მიხვედით, არ იქნება ეს ესე უკმაყოფილო მდგომარეობა თქვენთვის. მიუხედავად ისა, რომ ცოტა ივლისი-აგვისტო სირთულის პერიოდის მდგომარეობა არის, აი მაგრამ სექტემბერში უკვე იწყებთ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. სექტემბერში უკვე ხვდებით, რომ თქვენ ყოფილხართ იმ ყველაფრის მართველი, რაც გინდათ რომ მიიღოთ და მაქსიმალურად ეცდებით გამოიყენოთ ყველა შანსი და კიდევ უფრო მეტი ენერგიით დაიწყოთ მიზნისკენ სწრაფვა, ხო, მიზნისკენ სიარული, ესე რა ვთქვათ. საკმაოდ ისეთი საინტერესო სექტემბერი გაქვთ. ოქტომბერს რაც შეეხება, ოქტომბერში რა თქმა უნდა თქვენი შრომა ფასდება, რა თქმა უნდა თქვენი მიზნები, თქვენი სურვილები აშკარად უფრო მკვეთრად ისახება და ესე ვიტყოდი, აი იმას, რასაც თქვენ გააკეთებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ხო? ოქტომბერში უკვე თქვენ მიიღებთ შედეგს, მიიღებთ იმ რესურსს, რომელიც ძალიან გჭირდებათ, რომელიც ძალიან გინდათ, ხო? თუ ვიღაცას პირადი ურთიერთობის დაალაგების და რაღაცა ესეთი სიტუაციის მდგომარეობა აქვს, ოქტომბერი ეს არის ის თვე, როდესაც არ ვიცი, მაქსიმალურად ჰარმონიაში გადავა თქვენი ურთიერთობები, თუ ეს არის კარიერული წინსვლისთვის, რა თქმა უნდა, აქაც მიზნები, რომელიც გაქვთ, რომელიც გონიათ, რომ ძალიან შორს არის და კიდევ დიდი ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს, ოქტომბერი ამ ყველაფრის შედეგს მოგცემთ. ოქტომბერი უკვე მოგცემთ იმ მდგომარეობას, სადაც კმაყოფილები დარჩებით ამ ყველაფრისგან. რაც შეეხება ნოემბერს, ნოემბერი ეს არის კიდევ ერთი ცვლილებების, ნახეთ, კიდევ ერთი ცვლილებების მდგომარეობა. როდესაც აი შეიძლება ითქვას ადამიანი იწყებს კიდევ ახალი ნაპირისკენ. ნახეთ, შედეგები თუ მიიღებთ, რა თქმა უნდა, ეს შედეგები თქვენთვის კმაყოფილება იქნება და ნოემბერში უკვე დაიწყებთ ახალი პერსპექტივების მოძებნას, ხო? რაღაცა მიზანი რომ დავისახეთ, ამ მიზნის შედეგი, როდესაც დგება,
ну, თუ შევისრულეთ მიზანი, შესაბამისად ახალი მიზნისკენ ვიწყებთ, ხო? აი, ნოემბერში უკვე ახალი მიზნებისკენ დაიწყებთ სწრაფვას. ახალი მიზნებისკენ დაიწყებთ ფიქრს, ხო? აი, იმიტომ რომ ეს უკვე ასრულდა, ეს უკვე გამოვიდა, შეიძლება სირთულეებით, შეიძლება რაღაცა ესეთი პრობლემებით, თუ რაღაცა დაძაბული სიტუაციებით, მაგრამ შედეგი მიიღეთ, შედეგი არის თქვენთვის დამაკმაყოფილებელი და აქედან გამომდინარე თქვენ უკვე აი ახალ ეტაპს იწყებთ. ნოემბერში უკვე განახლებას დაიწყებთ, კიდევ ერთხელ დაიწყებთ, აი სად დაუშვით შეცდომა, სად არ გამოვიდა სწორად, სად არ უნდა გაგიკეთებინათ რაღაცა, ხო, სად პირიქით უფრო მეტი ენერგია უნდა ჩაკეტოთ, აი სად უნდა აყოლოდით გონებას და სად გულს, ხო, აი რაღაცა ნოემბერში ეს მომენტიც გექნებათ გადაფასებაში. და რა თქმა უნდა, თქვენი მიზნების გადაფასებაც მოხდება, იმიტომ რომ მიზნები, რომელიც უკვე შეისრულეთ, კვლავ გინდათ ახალი მიზნები, ხო? ეხლა თქვა თუ წელს დაისახეთ მიზნად რომ უნდა იყიდოთ მანქანა, მომწელს დაისახოთ მიზნად რომ უნდა იყიდოთ ბინა, ხო? აქედან გამომდინარე, რაღაცა გაიზრდება სურვილებით და მიზნებიც, ესე რომ ვთქვათ. და ნახოთ, რაც შეეხება დეკემბერს. აი, დეკემბერი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი იწყება თავიდან, ყველაფერი ლაგდება თავიდან. დეკემბერში რატომღაც მაინც გაორებულ მდგომარეობაში ხართ და რატო ხართ ვერ ხვდები გაორებულ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს აქვს აშკარად ძალიან დიდი პერსპექტივები, ძალიან დიდი კარები გაიხსნება თქვენთვის, მატერიალური კუთხით, ემოციური კუთხით. ანუ დეკემბერში თქვენ ფაქტიურად მე ესე ვიტყოდი, მიიღებთ იმ ყველაფრის შედეგს, რაც მთელი ამ 11 თვის განმავლობაში ჩადებთ. თქვენ გაგეხსნებათ კარები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, გაგეხსნებათ გზები, რომელიც არის მნიშვნელოვანი თქვენთვის. რა ვიტყვი, ამოვა მზე ჩრდილოეთიდანაც კიო, ხო, რაღაცა ეს მომენტიც არის, იმიტომ რომ აქ თქვენთვის ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობები გაიხსნება. პენტაკლების ტუზი ეს არის შესაძლებლობების მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ეხსნება გზები სულიერებისკენ, მატერიალურისკენ, ფიზიკურობისკენ, ანუ ადამიანისთვის ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ყველა მხრივ შეუძლია დალაგება და აქედან გამომდინარე მე ესე გეტყვით, რომ ეს არის დეკემბერი თქვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობების პერიოდი. და თან ნოემბერშიც უკვე კიდე ახალ პერსპექტივებს დაისახოთ და ახალ მიზნებს დაისახოთ, დეკემბერში ეს უკვე ძალიან მარტივად და მალე აგისრულდებათ. და აი ეს თქვენი გაორებული მდგომარეობა შეიძლება მოხდეს ის მომენტი, რომ რაღაცები შეაყოვნოთ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს სიტუაციას ალბათ იმისთვის არის, რომ ზუსტად აირჩიოთ, კიდევ ერთხელ აირჩიოთ საკუთარი თავი, კიდევ ერთხელ აირჩიოთ ის გზა, რომელიც მიგიყვანთ შედეგებამდე, მიგიყვანთ სტაბილურობამდე, სიმშვიდემდე და ჰარმონიამდე, ესე რომ ვთქვათ. საკმაოდ ესეთი დატვირთული, აქტიური წელი გელოდებათ, ვინც ამოიცანეთ თავი, მე ვერ ვიტყვი, რომ აქ რომელიმე თვეს გექნებათ რაღაცა ფეხი-ფეხზე გადადებული დასვენების პერიოდი, ნამდვილად არ არის. შეიძლება ითქვას, ეს არის ის გამოწვევა, რომელიც ну, ალბათ უფრო ის მდგომარეობა, როდესაც ნახეთ გამოწვევა სამყაროსგან, მიდი ბოლომდე აისრულე ყველაფერი, მე შენს გვერდით ვარ, ხო, რაღაცა ეს მომენტი მოდის ახლა ჩემთან აქ და საკმაოდ აქტიური პერიოდი, დატვირთული წელი გექნებათ. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არ იქნება მარტივი და რაღაც ესეთი ლაითად თუ რო იტყვენ, თუ რაღაც მსუბუქად მოსული ურთიერთობა, მსუბუქად მოსული ფინანსები, ან კარიერული ზრდა, ეს იქნება საკმაოდ დიდი შრომის და პასუხისმგებლობების ჩადების მდგომარეობა. თუმცა დეკემბერში დაგვირგვინდება
თქვენ და სასტიკეთოთ და გაიხსნება ყველა ის გზა, რომელიც მერე უკვე შემდეგ წელს უფრო მარტივად და მსუბუქად შემოვა თქვენს ცხოვრებაში ყოველივე. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, წარმატებები და ბედნიერება 2026 წელს. დროებით.